ეხლა რაღაც უბრალოდ უნდა მომემიზეზებინა, რომ აი ვითომ მარცალია რა და სინამდვილეში მცალია და ამიტომაც ხო. და საუბრის შემდეგ წავალმერე უკვე მოვინახული. გამოვიდეს. Zeca mugishini semolu sulucesh maritebisa romeli qolgan xalqa qolsave აღავსეთ მაგითა შენითა საუნჯეო კეთილთა მომნიჭებელო ცხოვრებისა მოვიდა და აიმკვიდრე ჩვენ შორის და წმინდა ხომ ჩვენ ყოვლისაგან ვიცისა და აცხოვრის სახელი სული ჩვენი ამინ ალჯანდი ორი ყოველგვარი შესავალის გარეშე გავაგზავნეთ, ხო? რაც შეიძლება ბევრი მოვასწროთ. ნახოთ, იქნება ძელი თავია. სასაუბროც ბევრია, ეხლა შეატყეთ ალბათ, ხო? ეხლა ეს პირველი შემთხვევაა, რომ ერთი თავი სამ ნაწილად დაგვეყო. თორე აქამდე ეხლა ორ საუბარში მაქსიმუმ ვეტეოდით ხოლმე ერთ თავს. ან ყოფილა შემთხვევები, რომ ერთ საუბარიც ყოფნია ხოლმე ერთ თავს. ამიტომ მოდი აი ნახოთ ეხლა თუ გამოგივა თვითონ ვრცელიც არის თავი. 51 მუხლი ზელდება და თან კიდე მნიშვნელოვანია თვითონ შინაარსობრივად ძალიან დატვირთულია და ამიტომ მოდი ვეცადოთ რომ რო არ დავკარგოთ წინაზე ძალიან გამიგზელდა შესავალი და ამიტომ შეგახსენებთ მხოლოდ იმას რომ ჩვენ განვიხილავთ 24 თავს რომელიც მეორედ მოსვლის წინა პერიოდის ნიშნებს ეძღვნება და ამიტომ მოდი პირდაპირ გავყოთ იქ საიდანაც გავჩერდით აი 24 მუხლზე გავჩერდით ხო ჩვენ 23 თქვით მაშინ უკვე თუ ვინმე გქواس თქვენ აჰა აქ არის ქრისტე გინდა იქინ უგწამთ აი გავჩერდით ხო ან თუ გეტყვიანო რომ აი ქრისტე იქ არის აქ არის ნუ დაიჯერებთო იმიტომ რომ უფლის მოსვლაო აი ახლა ზუსტად ამას გააგრძელებს როგორ იქნება სინამდვილეში რომ არ უნდა მოტყუდეთო რა უფალი ესე დამდაბლებულად აღარ მოვა რომ ვინმეს მითითება დაჭირდეს რომ აი უფალი არა ამას ყველა იხილავს ყველა დაინახავს მოდი ვნახოთ ხო ესეც თქვით მე მგონი ჩვენ კი არა ესეც გაგვივლია რამე თუ აზრიან ქრისტემ ტყუარნაც უწინასწარმეტყვილი და ყოფდნენ სასაულებსა დიდიცსა და ნიშებსა ვიდრეც უნებამდე უკვე თუ სავითარ შეუძლებს შეულთა მათსა კი ვისაუბრეთ ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც მახსოვს მე გავამახვილე ყურადღება ვინ არიან რჩეულები და საერთოდ რანაირი ჭირის დღეები იქნება რომ აი იმ რჩეულებმაც კი შეიძლება ძალიან რთულად შეძლონ აი ამ ყველაფრის გაძლება რომ არა ღმერთის კაცმოყვარება და სიკეთე მაგრამ ღვთის კაცმოყვარების გამო შემოკლდება ეს დღეებიო ამბობს უფალი და ამიტომ შეძლებენ რომ გადარჩენ მართლები და მე ამასთან დაკავშირებით გითხარით რომ ეს ბევრჯერ უნდა შევახსენოთ ჩვენს თავს ძალიან და მე ვფიქრდებით რომ ბევრჯერ შეგახსენებთ რომ ღმერთი არასოდეს იმაზე დიდ თვისს არ დაგადებს რაც ჩვენთვის მაცხოვნებელი არ არის რასაც შენში მე მაგალითის მომიყვანია ხოლმე ხშირად რომ აი მე მაგალითად ტიხულ მინაქარს ვაკეთებ უკვე ძალიან ბევრი წელია და სხვადასხვა ტექნიკით შეიძლება გააკეთეს ეს მინაქარი, უბრალოდ აი ერთ მაგალითს მოვიყვანთ, როდესაც ლითონის ბადეზე გიდევს და დაბლიდან აძლევთ ცეცხლს, ნამუშევარს, ხო? იქ საკმარისია შენ გადაგიცდეს, ანუ უყურეთ როგორი ვარიანტი, ანუ შენ უნდა იცოდე რამხელა ცეცხლი მისცე, ცეცხლი უნდა მისცე იმდენი, რომ დადნეს მინანქარი თვითონ შიგნით თვითონის ფხვნილი რაც არის და შევიდეს დიფუზიაში თითოეული ლითონთან, მოეჭიდოს, მაგრამ არ დაგიდნეს თვითონ ლითონი. და თან განსაკუთრებით როდესაც დაბლიდან აძლევთ ცეცხლს ეს ძალიან საშიშია და ძალიან დიდ ხელის სიფრთხილეს მოითხოვს ორი თუ ლითონის დაგიდნა თავის ტიხრებიანი წყალში შენ ჩაგეყრება მთელი შენი ნაღვაწი რა და მოგიხდება მე იმის გადადნობა გასუფთავება მჟავაში ჩაგდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რომ ისევ თავიდან დაიწყო ისევ გამოაცალკებო ის ოქრო იქნება თუ ვერცხლი იქიდან და ასე შემდეგ ანუ თავიდან მოვიდე წყალში ჩაგეყრება ყველაფერი რაც იწვალა და ეს რა თქმა უნდა ძალიან ცუდია. და უყურე რას აკეთებ ახლა? ოსტატი რომელიც ქმნის ნამუშევარს, ხო? ყოველთვის ცდილობს. ეხლა მე მაგალითად ძალიან დახელოვნებული მაქვს ეხლა ამ საქმეში, იმიტომ რომ იყო დრო როცა მიფუჭდებოდა სანამ სწავლობდი, მაგრამ ნუ ეხლა როგორც იტყვია ხოლმე თვალდახუჭულ შემიძლია ეს ყველაფერი გავაკეთო, უკვე ვიცი.
აი რა დოზით, როგორ, ეხა ისო დნობას იწყებს უკვე თქვა ის ინანქარი ზემოდან, ხო? უკვე ვიცი რამდენ ხანში უნდა მოვაშორო იქიდან ცეცხლი, რომ თვითონ ნამუშევარი არ დადგენ. საკმარისია, ცოტა მეტი ცეცხლი მისცემ ხურვალები, ცოტა ახლოს მიწიო ნამუშევართან, ცოტა დიდხანს გააჩერო, რომ მაშინვე დაიბრანჭება და დაიწყებს დნობას რა. და ეხლა რატო გეუბნებით ამას? შემიძლია მოგიყვანოთ იგივე ხა არ არის აუცილებელი ხა მე რაც ვიცი და რაც მიკეთებია და ვაკეთებ ის მიგითხარით უბრალოდ. შემიძლია უბრალოდ დიასახლისის მაგალითი მოგიყვანოთ, რომელიც ნამსხვრს აწყობს. ან ხაჭაპურს. ან რა ვიცი ხა, რასაც გინდა არა აქვს მნიშვნელობა, ხო? იმის გამო რომ ის შენი ნამუშევარია და იმაში შრომა ჩადებული გიყვარს და უფრთხილდები და იცი შენ იმას რამდენი ცეცხლი უნდა მისცე იმისათვის რომ გამოცხეს და არ გაფუჭდეს და არ დაიცვას ხომ ასე იგივე ჩემი ვარიანტი რაც მოგიყევით ხო ანუ მე ყოველთვის ვიცი რა სიმხურვალე უნდა მივცე იმას რომ კი არ გაფუჭდეს პირიქით გაუმჯობესდეს გავლამაზდეს ესე არის უფალიც ხალხო აი ჩვენ რო შევადოთ ჩვენი თავი ნამუშევრებს გინა ნამწყორს და გინა ხაჭაპურს და გინა ტორს ხო აი ჩვენ ვართ ეს უფლის ხელში რომელიც იმ ხელა სიმხურვალეს გვაძლევს იმდენ ცეცხლს გვაძლევს და ეს ცეცხლია სწორედ ჩვენი განსაცდელები ჩვენი დაბკოლებები პრობლემები ტკივილები სულიერი ფიზიკური არ აქვს ამას მნიშვნელობა ხო აი ეს ყველაფერი ცეცხლია განსაცდელებისა და ამის გარეშე ვერ გამოვცხვებით დავრჩებით სომად რომელიც არაფრად არ იوارგებს რა ნახევარ ფაბრიკატები ვიქნები და წმინდა მამები პირდაპირ ამბობენ რომ არ არსებობდესო განსაცდელების ცეცხლიო ვერც ერთი ადამიანი ვერ გადარჩებოდა დედამიწის ზურგზე ამიტომაც არის შემოძვირფასებო ვიღაცა შვილი აკლია ვიღაცას დედა აკლია ვიღაცას მამა აკლია ვიღაცას და ძმა უახლოესი ადამიანი ანუ თითოეული ჩვენთაგანი რაღაცა გარკვეულ ტკივილს ვატარებთ მაგრამ იცოდეთ და გახსოვდეთ ეს ტკივილი თქვენი მაცხოვნებელი ჩვენი ამის გარეშე ხო გეუბნებით პირდაპირ ამბობენ ამას წმინდა მამები რომ განსაცდელების ცეცხლის გარეშე ვერც ერთი ადამიანი ვერ გადარჩებოდა ესე იყვნენ ადამი და ევა განსაცდელების გარეშე მაგრამ ხო ნახეთ რა დაემატა იმიტომ რომ მათ არ ქონდათ ასპარეზი საკუთარი შრომით საკუთარი ოფლით საკუთარი სისხლით საკუთარი თავდადებით რაღაცა მოეპოვებინათ და ამიტომაც ძალიან იოლად დათმეს ის რაც მათ ქონდათ და დარჩენ მერე პირში ჩავა გამოვლებულები იმიტომ რომ არ იცოდნენ იმის ფასი ეშმაკ მადვილად შეძლო რომ მოეტყუებინა ისინი რადგან ის თავისი შრომით არ ქონდათ მოპოვებული სასუფეველი და ამიტომ აღმოჩნდნენ სასუფეველის მიღმა და შემდეგ უფალმა დაუწესა მათ უფლითა შენითა სჭამდა კურსა შენსაო რომ უკვე ესეთი მუქთა და არამი შემოსავალი არ ქონოდათ მათ ცხოვრებისეული არამედ უკვე საკუთარი შრომის და ღვაწლის ფასად ქონოდათ ეს ყველაფერი მოპოვებული ასე რომ გახსოვდეთ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი და ყურადღებით უნდა ვიყოთ თითოეული ჩვენთაგანი და შესაბამისად კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ის განსაცდელების ცეცხლი ჩვენთვის აუცილებელია გვახსოვდეს და რამდენსაც ღმერთი დაუშვებს ზუსტად იმდენია აუცილებელი და ჩვენ გვახსოვდეს რომ ჩვენ იმდენის გაძლება და ატანა შეგვიძლია რამდენსაც დაუშვებს უფალი ჩვენს აი მართლებს რაც შეეხებოდა და მათ განსაცდელებს იმასთან დაკავშირებით გავაკეთეთ ახლა ეს გადახურვა აჰა ესე რა წინასწარ გარქვთ თქვენ ყოველი უფალი ამოს ანუ წინასწარ გეუბნებით ყველაფერს და ამიტომ ყურადღებით იყავით და ფრთხილად იყავით ანუ უფალი გეუბნებოთ ჩვენ იმას და იმდენს რამდენის დატევა და ატანა ჩვენ შეგვიძლია და რამდენი ჩვენთვის მაცხოვნებელი იქნება ანუ უფალს შეეძლო მეტი ეთქვა ჩვენთვის მაგრამ ეს მეტი უკვე ჩვენთვის აღარ იყო აუცილებელი უფრო მეტსაც გეტყვით ის უკვე ჩვენ დაგვაზარალებდა ამიტომ ღმერთს არ ეშლება არაფერი ყოველთვის იმ დოზით და იმდენს გვეუბნება რამდენი ჩვენთვის საჭიროა ეს უნდა გწამდეს უნდა მივიღოთ როგორც უეჭველი ჭეშმარიტება და ეს რა თქმა უნდა ასე უკვე თუ გრქვან თქვენ აჰა უდაბნოს არს ნუ გახვალთ აჰა ესე რა საუნჯეთა შინა არს ნუ გწამთ ესეც წავიკითხეთ ჩვენ ახლა გამახსენდა ანუ ნუ დაიჯერებთ როდესაც კონკრეტულ ადგილზე მიგითითებენ რომ აი აქ არის ქრისტე და მოვიდა მეორე არა ესე არ მოხდებოდა ეხლა რას ამბობს ნახეთ სინამდვილეში როგორ მოხდებაო ჩემი მეორედ მოსვლა რამე თუ ვითარცა ელოაირა გამობრწყინდის მზისა აღმოსავალი
და ჩან ვიდრე დასავალამდე ეგრეთ იყოს მოსვლა იცისა კაცისა. ნახეთ როგორ შედარებას აკეთებს უფალი. რა თქმა უნდა ეს შედარებაც არ არის ის რაც სინამდვილეში იქნება, იმიტომ რომ ნებისმიერი ბუნებრივი მოვლენა მხოლოდ აჩრდილია ღვთაებრივი დიდებულებისა და ძლიერებისა. უბრალოდ ჩვენთვის რომ უფრო გასაგები და ადვილად აღსაქმელი იყოს, ესეთ ხორციელ შედარებებს მიმართავს უფალი, რომ მივხვდეთ დაახლოებით როგორ იქნება ეს ყველაფერი. ანუ რას ამბობს, ნახეთ? როგორც ელვაო აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე ანათებს მთელ ცასო და ხო ყველა ხედავს და ხო ყველა აღიქვამს ამას, ხო? ყველა გრძნობს, ანუ არავის არ ჭირდება მითითება, რომ აიხედე, ნახე როგორ გაიელო, ანუ ყველასათვის ელავს. და ეს იმდენად მასშტაბური მოვლენაა, რომ ამას ყველა აღიქვამს და ხვდება. ხო, აი ესე იქნებაო უფლის მეორედ მოსვლაცო რა. ანუ არავისზე მითითება არ დაჭირდება, რომ აი იქ არის ქრისტე, იქ არის, ყველა აიხედავს და პირდაპირ მიგვანიშნებს როგორ მოხდება. ზეციდან მოხდება ეს ყველაფერი და ამას დაინახავს ყოველი ჩვენთაგანი. მე წინაზე შეგახსენეთ და ეხაც გეტყვით რა, რომ როდესაც უფალი ამალდა ელეონის თვიდან, მაშინ ანგელოზები ეუბნებიან იქ მდგომ მოციქულებს, რომლებიც მისჩერებიან უფალს, რომელიც მავლდება მათგან და ნელ-ნელა პატარავდება და თვალს ეფარება, რომ კაცნო გალილეველნო რო შეხურებთ უფალს, ესე ზეცად აღმავალს, ესევე დაგიბრუნდებათ უფალი ზეციდან დაბლა. ანუ ეს აღთქმა ჩვენ ღვთისაგანაც და ანგელოზებისაგანაც დამოწმებულია და მიღებული გვაქვს, რომ ზეციდან მოვა უფალი ამჯერად უკვე და არა ვთქვათ რაღაცა ისე საიდუმლო სახით, რომ ვიღაცა მარიცოდეს და უკვე მოსული იყოს. ეგეთი რამე წარმოუდგენელია. ამიტომ ნუ დაიჯერებთ ეგეთ სისულელეებს, რომ წინაზეც გითხარით, რომ ბევრი არიან სამწუხაროდ და ესეთი ქრისტე მტყუარები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადრეც ყოფილან, ეხლაც არიან და მერეც იქნებიან, რომლებიც აი სულ ცდილობენ, რომ აი ესე რაღაცა ადამიანებს დააჯერონ, რომ ან თვითონ არიან მესიები, ან ვიღაც მესიის წინასწარმეტყველები არიან თვითონ. ეს ყველაფერი ტყუილია. რამე თუ სადაც აიყოს მძორი, მუნცა შეკრბეს ორბები. აი საოცარი შედარება მოყავს უფალს. ამას უკვე საკუთარ თავზე ამბობს. საკუთარ თავზე ამბობს, რომ იცის მან რომ ის აღესრულება, იცის მან რომ ის ჯვარზე გარდაიცვლება, უკეთური ადამიანების ხელით და ორბებიც, ყურნებიც, ყვავებიც, სვავებიც, ანუ ეს ლეშის მჭამელი ცხოველები და ფრინველები სწორედ იქ იკრიბებიანო, სადაც ეგულებათ თავიანთი საჭმელი. მეორე მხრივ თავის თავსაც ადარებს უფალი და იმ ანგელოზებს და იმ დას, რომლებიც უკვე უნდა მოვიდნენ განსაჯელად ამ ქვეყნისა, რომ იცის უფალმა, რომ თავისი ანგელოზებით მოდის უკვე გასარჩევად კეთილისა და მართლის, ანუ ამ შემთხვევაში უკვე მეორე გაგებით მძორს ადარებს თვითონ ადამიანებს, ადამიანთა იმ კრებულს, რომლებიც მოელიან უფლის სამჟავროს და უფალი როგორც არწივი, როგორც ქორი, როგორც ორბი თავისი ანგელოზს და დასი და თავის მენდანებით ისე მოვა აი ამ ყველაფრის გასარჩევად და გასამიჯნად ერთმანეთისაგან კეთილისა და ბოროტის. ხოლო მეყსეულად შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთასა მზე დაბნელდეს და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თვისი და ვარსკვლავნი დამოცვიენ ზეცი და ძალნი ცათანი შეიძრნენ. ანუ ის ხო თქვა, ის სათაურივით თქვა, საერთოდ უფლის სიტყვას ახასიათებს დროში არ არის რა, მაინცსა და მაინც გავხსოვილი რა. მე აპოკალიფსზე გითხარით რა და ესეც ხა აპოკალიფტურ მოვლენებს ეხება და ამიტომ აი ესე ამბობს უფალი, ანუ ჯერ ამბობს ზოგადად ესე სათაურის სახით, რომ ესე მოხდებაო, როგორც ელვა, ეხლა უკვე აკონკრეტებს თუ როგორ მოხდება ეს ყველაფერი. ანუ აქამდე ხომ ჩამოთვალა უკვე ის ჭირის დღეები, რა იქნება, როგორ იქნება ის ბრძოლანიო, მიწისძვრანიო, ასე შემდეგო, ადამიანთა გულებში სიყვარული გახმებაო, მუშულების გამრავლების გამო, ანუ ჩამოთვალა ის ნიშნები და ეხლა უკვე ამბობს იმ მექვსეულად შემდგომად ჭირისა მათ დღეთასაო, ანუ იმ ჭირის დღეების შემდეგო მზე დაბნელდესო, გახსოვთ უფლის ჯვარცმისასაც დაბნელდა მზე.
ანუ ხელით შექმნილმა ბუნებამ სამყარო ვერ აიტანა ჯვარცმული და მკვდარი ღმერთის ყურება. როგორც წმინდა მამები ხატოვნად ამბობენ და დაბნელდა მზე მაღად გამოსცა თავის ნათელი. ეხლაც ამ შემთხვევაში უკვე უფლის ბრწყინვალე დაბრუნების წინ მსგავსი მოვლენა მოხდება. ანუ მოხდებაო ეს დაბნელებაო, მზეო თავის ნათელს აღარ გამოსცემსო. არც მთვარეო, და ჩვენ ვიცით რომ ეხლა მაშინ იმდროინდელმა ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ რომ თქვა მთვარე მზის ანარეკლის შუქიდან ანათებს. ეხლა შესაბამისად ეხლა მზე რო არ გამოსცემს თავის ნათელს, არც მთვარე არ გამოსცემს, ხო? ვარსკვლავნი დამოსვივენ ზეცით და ძალნით სათანი შეიძრნენ. ვარსკვლავნი დამოსვივენ ზეცით და ძალნით სათანი შეიძრნენ, ანუ როდესაც ამატებს. ეს ვარსკვლავები და ძალნით სათანი არიან ანგელოზები ჩემო ძვირფასებო. ანუ ვარსკვლავნი დამოსვივენ ზეცით, რა თქმა უნდა, ეხლა აქ არ იგულისხმება, აქ ყველასათვის ცხადია, ეხლა ნებისმიერმა ოდნავ მაინც საშუალო განათლების მქონე ადამიანმა კარგად იცის, რომ ნებისმიერი თუნდაც სულ მცირე ვარსკვლავი 100,000 ჯერ მაინც აღემატება დედამიწის ზომებს. ამიტომ ეხლა ვარსკვლავები დაცვიდებიან დედამიწაზე, რა თქმა უნდა, ეს ძალიან გულუბრყვილო გაგება ამ ყველაფრის, ანუ წმინდა მამები პირდაპირ ესე განმარტავენ კიდევაც ამას, როგორც მე თავის დროზე მაქვს წაკითხული ბევრი წლის წინ, რომ ამ ვარსკვლავებში ამ შემთხვევაში, რომლებიც ზეციდან გადმოვლენ დედამიწაზე, იგულისხმებიან სწორედ ანგელოზები. ისევე როგორც იმ ვარსკვლავში, რომელიც უფლის შობისას უნათებდა და მოაცილებდა როგორც მეგზური მოგვებს აღმოსავლეთიდან მომავალ. გულისხმობენ ასევე ანგელოზ წმინდა მამები და მათი დიდი ნაწილი. და მაშინ გამოჩნდეს სასწაული ძისა კაცისაი ცათაშინა. სასწაული ძისა კაცისაი, ძე კაცისას თავის თავს უწოდებს უფალი, ჩვენ ვიცით ხო, ანუ ძე ღვთისა, რომელმაც შეიერთა კაცება, ანუ ადამიანობა. და გამოჩნდებაო ზეცაცეო კაცის ძის სასწაულიო და წმინდა მამები ერთხმად განმარტავენ, რომ ეს კაცის ძის სასწაული, ძე კაცისას სასწაული, რომელიც ცაზე უნდა გამოჩნდეს, არის არც მეტი და არც ნაკლები ცხოველს ყოფილი ჯვარი, რომელიც თელ ცაზე გადაიჭიმება აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ. გაბწყინდება მთლიანად ეს ჯვარი, ეს იქნება უშუალოდ ბოლო ნიშანი იმისა, რომ ყველა ზეცად უნდა აიხედოს და დაინახოს ზეცით ღრუბლებზე დიდებით მომავალი უფალი თავისი დასით და აგერ წერს კიდევაც უფალი ამას, აი ნახეთ. მაშინ იტყებდნენ ყოველნი ტომნი ქვეყანისანი და იხილონ ძე კაცისაი მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა ძალითა და დიდებითა მრავლითა. ანუ აქ შავით თეთრზე წერია ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე ამბობს უფალი ამ სიტყვებს, ანუ აქ შეუძლებელია რომ ჩვენ რაღაც ალეგორიულად გავიგოთ, პირდაპირ ამბობს რა. დეტალურად აღგვიწერს როგორ მოხდება ეს ყველაფერი, რომ ყველანი აიხედავენ ზეცად, იმიტომ რომ დაინახავენ ამ საოცრებას, როგორც ელვას ისე გაბწყინებულს და დაინახავენ უფალს, ღრუბელთა ზედა მომავალს დიდებითაო და ძალითა მრავლითაო და მიაქციეთ ყურადღება აი ამ სიტყვებს. იტყებდნენ ყოველნი ტომნი ქვეყანისა. იტყებდნენ ნიშნავს ვაი ვიშს დაიწყებენ. ანუ შეშფოთდებიან, შეშინდებიან. რატომ? რატომ არის რომ უფლის მოსვლას ქვია საშინელი სამჟავრო? რატომ ქვია რომ მეორედ მოსვლას ეწოდება საშინელი მეორედ მოსვლა? აი საშინელი რატომ? ვისთვის არის საშინელი? რომ დავსვათ შეკითხვა. ადამიანისთვის, რომელიც ამ ყოველფრისთვის მომზადებული არ არის, ადამიანისთვის, რომელსაც დაახლოებითი რწმენა აქვს. აი ნელთბილსაც კი არ დავარქმევდი რა. ნელთბილი რწმენა უკვე რწმენაა რა. მაგრამ შენ გაძლიერება გჭირდება, მაგრამ აი მე ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს, რომ დაახლოებითი რწმენა აქვს, აი რა ვიცი, ესეთი ტერმინი მოვიფიქრე რა და რატომ იცით რომ აი ხო გაგიგიათ ეხა სუფრასთან ალბათ ბევრი ყოფიხარ და სადღიძელს ვსვამენ ხოლმე რა, რომ ბუნების ძალამ დაგულოცო, თუ სადმე რამე არსებობს გაუმარჯოს. აი ესეთი რწმენა გვაქვს ჩვენ სამწუხაროდ რა, რომ აი
უკეთესი ვარიანტია ხომ ხა მერთმა და ბუნების ძალამ დაგლოცოს. ანუ იმასაც უშვებენ, რამე რო იყოს იქნება ღმერთიც არსებობსო და მოდი ისიც იყოს არცეც რო არ ვაწყენო. ანუ არ იცის ადამიანმა ხალხო აი ეს რა სიცხვილია, სისულა, მე არ ვიცი უბრალოდ გადავართ ამას ყველაფერს, აი ამდენჯერ მithქვამს თქვენთვის, რომ აი მიზანიც სწორედ აი ჩვენი საუბრებისა ის გახლავთ, რომ მართლა სიცხვილია, როცა ქრისტიანმა ადამიანმა მით უმეტეს ეკლესიაში მოსიარულებ არ იცის წმინდა წერილი რა. და ბუნების ძალებზე ლაპარაკობს და თუ სადმე რამე არსებობსო აი ესეთი რწმენით რომ ცხოვრობს რა. და აი ესეთი რწმენით ვინ ცხოვრობენ და მე მინდა გითხრათ სამწუხარო რამეს გეტყვით რა ძალიან რა. ამაზე მე და რიგი სასულიერო პირებისა ბევრჯერ ძალიან ტკივილით საუბრობთ ხოლმე რა რომ უცნაური რამე მინდა გითხრათ ხალხო რა. აი ძალიან ისე კურიოზულად და პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ფაქტია. სანთლით ვეძებ მორწმუნე სასულიერო პირებს. მორწმუნე სასულიერო პირებს. მეტი რა გითხრათ რა. და ეხლა რაღა ვილაპარაკო მე მრევლზე. სასულიერო პირები მინახავს, რამდენიც გინდათ იმდენი, რომლებსაც ან საერთოდ არ აქვთ რწმენა. უბრალოდ მუშაობენ, როგორც სამსახურს ისე უდგებიან, იმიტომ რომ იციან რომ კიდე შემოსავალიათ რა. ან კიდე თუ აქვთ აი ესეთი რა დაახლოებითი, როგორც ეს ვაპარაკობდი რა, რომ აი ვაი დაარსებობს რა. მე რა ვქნა. და მოდი რა, უდელი მაინც ვიქნები, რომ თუ არსებობს, იქნება ამან მაინც გამომართვა. აი ესეთი რწმენა. აი ესეთ ხალხია ლაპარაკი, როდესაც წერია, რომ იტყევდნენ ყოველნი ტომნი ქვეყანისა. რატომ ყოველნი ტომნი ქვეყანისა? იმიტომ რომ იმდენად დიდი უმრავლესობა იქნება ესეთი, რომელსაც ან საერთოდ არ აქვს რწმენა და ან აქვს აი ესეთი პირობითი და დაახლოებითი, რომ ყველანი გაოცდებიან, ყველანი შეშინდებიან რითი, როდესაც აღმოაჩენენ, რომ ის რაც მანამდე ეგონათ, რომ ან არსებობს, ან არ არსებობს, აი არსებობს კი და უცებ რომ დაინახავენ და აი ამ რეალობის წინაშე რომ აღმოჩნდებიან, რომ ბიჭო არსებობს რა. აი იყურებიან და არ ეჩვენებათ რა, ყველა ხედავს რა. და რატომ იწყება ვაივიში? იმიტომ რომ ყოვლად მოუმზადებელნი არიან ამისათვის. ცოდვას შეყვარებული, ცოდვას შეუღლებულნი არიან და ვერ შორდებიან. აი ამიტომ ხდება ეს ყველაფერი, ჩემო კარგი. ამიტომ უნდა ვიყოთ ყურადღები, ამიტომ უნდა ვიყოთ ფრთხილად, რომ ჩვენი ცხოვრება იყოს ღვთისთვის სათნო, ღვთისთვის მოსაწონი. ჩვენი სულისთვის მაცხოვნებელი, მე ბევრჯერ მithქვამს თქვენთვის, აი სიკვდილზე ფიქრი რატოა უდიდესი სათნოება. იმიტომ რომ შენ ავტომატურად უფალზე ფიქრობ, შენი სული საუკუნო მომავალზე ფიქრობ. შენ გინდა თუ არ გინდა, ფიქრობ. როდესაც უკვე სიკვდილზე ფიქრობ, იმიტომ რომ ეხლა მაშინ ის უნდა დაუშვა და ის უნდა აღიარო, რომ მოკვდები და ქრება ყველაფერი და მთავრდება და მაშინ თუ ესე გიჯერა, უსაწყლესი ადამიანი ყოფილხარ რა. თუ შენ გგონია რომ ამ ქვეყნიური ცხოვრების დასრულებით სულს რო განუტევებ, ყველაფერი მთავრდება და ქრები. და თუ შენ ამისი არ გჯერა და თუ გჯერა პირიქით რომ სული უკვდავია და მარადიულია, შენ გინდა თუ არ გინდა, როდესაც სიკვდილზე ფიქრობ, სიკვდილი რა მომენტია, როდესაც გაყრახდება სულისა და სხეულისა, ხო? ავტომატურად ფიქრობ იმაზე რა მოხდება იმის შემდეგ, ანუ სად გადაინაცვლებს ეს შენი უკვდავი სული, სად გააგრძელებს არსებობას, რა გჭირდება იმისათვის, რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდე იმისათვის, რა მოთხოვნებს, რომ აი იქ მერე არსებობა გააგრძელო და გამართლებული იყოს შენი ყოფნა ღვთის წინაშე. რომ მიგიღონ იქ რა საბუთი გჭირდება ამისათვის, აი ამ საბუთების შეგროვებას იწყება, როდესაც შენ სიკვდილზე ფიქრობ. იმიტომ რომ იცი რომ ამის გარეშე ვერ შეძლებ, ვერ მიგიღებ. აი ამიტომ უნდა გვახსოვდეს სიკვდილი, ამიტომ უნდა ვცდილობდეთ და მე თქვენ გითხარით რომ ადამიანი რომელიც ფიქრობს სიკვდილზე, ფიქრობს თავისი სულის ხორცთან განშორების დღეზე, რაც დრო გადის, მით უფრო მეტად წარემატება სათნოებებში, მით უფრო მეტად ახერხებს რომ დაამარცხოს თავის თავში ცოდვა და ბოროტება, მით უფრო მეტად უახლოვდება თავის პირველ საწყის უფალს და იმ სახეს რა სახითაც შექმნა იგი უფალმა და რა მიზნითაც შექმნა და პირიქით მას შიში კი აღარ აქვს და ესეთი ადამიანებზე კი არ წერია რომ იტყევდნენო, არა.
აქ უმრავლესობაზე წერია, რომლებიც ბაიბულში არ იქნებიან საერთოდ რწმენისა და კიდევ უფრო მნიშვნელოვან რაღაცებს აგიკითხავთ ეხლა მე თქვენ რომელიც განმარტავს უკვე პირდაპირ ამას რა. ანუ შედარებას აკეთებს უფალი რა. და უფრო ნათელი გახდება თქვენთვის და უფრო გასაგები. და ეს ადამიანები იქნებიან დაზაფრულები, შეშინებულები, შეშფოთებულები, რომ ვაიმე. მართალი ყოფილა, თურმე მართლა არსებობს. მეც რამდენი საგან მომისმენია ეს აი რაღაცა კონკრეტული სასაული რომ მოხდა რა კონკრეტული შეხება რო ქონია უფალს მათ სულთან მათ ცხოვრებასთან გაუცებულებს ვთქვათ ჩემთვის აი მამო იცი მართლა არსებობს აი პირადად რომ დარწმუნებულან რა და აი იმ დღეს და იმ წუთს და იმ წამს ყველა დარწმუნდება ამაში და ნახოთ ახლა როგორ შეგარებებს გააკეთებს უფალი ხო სანამ შედარებებს აკეთებს მანამდე ესეთ რამეებს ამბობს უფალი ანუ იხილონო ძე კაცისა მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა ძალითა და დიდებითა მრავლითა და წარავლინეს ანგელოზნი თვისნი საყვირითა ხმისა დიდისათა და შეკრიბნეს რჩეულნი მისნი ოთხთაგან ქართა კიდიდგან სათა ვიდრე კიდენდე მათ ანუ გააგზავნის უფალი თავის ანგელოზებსო, რომლებიც ჩაბერავენ საყვირებსო, ამასთან დაკავშირებით დეტალურად არის მოთხრობილი გამოცხადებაში, ანუ აპოკალიფსში თუ როგორ მოხდება ეს ყველაფერი. და შეკრიბნეს რჩეულნი თვისნი ოთხთაგან ქართა, კიდიდგან ცისად, ვიდრე კიდენდე ცისად. ანუ რა ხდება ამ დროს? ეს არის ის, რასაც ჩვენ ველოდებით და რასაც ჩვენ ხშირად გეუბნებით ხოლმე გამოვხატავთ წამსის ბოლო მუხლში მოველი აღდგომა სამკვდრეთი აი ეს არის ზუსტად ის მომენტი როდესაც უფალი დაბრუნდება და ანგელოზების საყვირის ხმაზე აღდგებიან ყველა ადამიანი ვისაც კი ოდესმე უცხოურია დედამიწაზე და ეს ოდესმე ჩვენი სიტყვაა ესეც გითხარით თქვენ დროში მცხოვრები ადამიანები სინამდვილეში ეს ოდესმე არ არსებობს სინამდვილეში ღვთის წინაშე ყველაფერი არის ერთიანი მთლიანი და სინამდვილეში უფლის წინაშე და მარადისობის წინაშე ყველანი ერთდროულად არსებობთ. ამიტომ ისინი ვინც 5000-6000 წლის წინ არსებობდნენ, ისინიც ვინც სუბოლოს იარსებებენ, ერთდროულად აღდგებიან და ერთდროულად წარსდგებიან ღვთის წინაშე. ბევრს დაუსვია ჩემთვის გულუწყვილო შეკითხვა, რომ როგორ დაეტევა ამდენი ადამიანი დედამიწაზე, მაგრამ მე მინდა დაგარწმუნოთ ხალხო, რომ ღმერთ შეცდომები არ მოსდის, ღმერთს გათვლილი აქვს დედამიწის ზომები, ვისაც რომ ჩვენ ყველანი დავეტიოთ, ასე რომ ეს პრობლემა არ იქნება, ამაზე ნუ იდარდებთ თქვენ და ამაზე ნუ იფიქრებთ რა, აბსოლუტურად ყველანი ავდგებით და აბსოლუტურად ყველანი დავეტევით დედამიწას და ყველანი ვაგებთ პასუხს მერე ღვთის წინაშე. რაც შეეხება მკვდართა აღდგომას, აქაც მოდი პატარაში რაღაც ისეთი ცოტას გაგამხიარულებთ. მე მომიყოლია ეს, მაგრამ კიდევ ვინდა ხა ვისაც არ მოусმენია, იმაც აყურადღებოთ მოუყვეთ. ისააკ ნიუტონი ყოველს გაგიგია ცნობილი ფიზიკოსი, გენიოსი, რომელიც ცხოვრებაში მორწმუნე გახლდათ, სხვა ფიზიკოსებისგან განსხვავებით, ვთქვათ იგივე აინშტაინისგან განსხვავებით, რომელიც ბოლოს გახდა მორწმუნე და ნიუტონთან მივიდნენ ერთად მისი მეგობრები, უწმუნო მეგობრები, ათეისტები, მატერიალისტები და უთხრეს რომ შენ ჭკვიანი კაცი გონიხარო ჩვენ უნდა როგორ შეიძლება დაიჯერო ისეთი სისულელეო რომ შესაძლებელიაო რომ საუკუნეების წინ გახსნილი, დაშლილი, მიწაშერეული ადამიანები ზოგი ჰაერში გაფანტული კვლავ აღდგენენ. და ნიუტონმა მათ ძალიან ისეთი მარტივიც და ჩაუტარა, აიღო ორი ფხვნილი მათ თვალწინ. ერთი იყო ქვიშის ფხვნილი, ჩვეულებრივი ქვიშა, შავი, მეორე იყო რკინის ფხვნილი, რომელიც ახლა ვიზუალურად მაინცსა და მაინც ძალიან არ გაირჩეოდა ერთმანეთსაგან. ჩაყარა ერთ ჯამში და კარგად მოურია. ხო და მერე უთხრა მათ რომ აბა გამომირჩიეთო ეხლა ეს რკინაო ქვიშისაგან. ხო და მაგაზე ადვილი რა არისო ახლა იმათ, მაგრამ მაგნიტი მოგვიტანეო და უცებ გამოვარჩევთო და მართლაც ახლა მაგნიტი მოიტანეს თუ არა? მაგნიტი რომ მოატარეს იმ ქვიშას, აი ნარევს, ასე ვთქვათ, აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე უდანაკარგოდ ისე რომ ერთი რკინის მარცვალიც კი არ დარჩენილა, ისე მიიწება თავიდან ბოლომდე მთელი რკინა მაგნიტმა. ანუ
სუფთად გამოანთავისუფლა და გამოაცალკევა ის ქვიშა, რომელიც თითქოს აი ადამიანური გაგებით წარმოუდგენელი იყო, ეხლა სათითაოდ ამოგერჩია იქიდან, მაგნიტის საშუალებით წამში მოახერხა ეს ყველაფერი ნიუტონმა და მისმა მეგობრებმა და შემდეგ უთხრა რომ თქვენ როგორ გონიათო ჩემო მეგობრებო, ჩვენ თუ ეს ვიცითო ადამიანებმაო, რომ როგორ მოახერხოთო ქვიშისა და რკინის ერთმანეთსაგან გამოცალკევებაო. თქვენ როგორ ფიქრობთო? ღმერთს გაუჭირდებაო, რომელიც ყოველივე შემოქმედიაო, რომ თუნდაც საუკუნეების წინ ელემენტარულ ნაწილაკებად დაშლილი ნივთიერებების კვლავ შექმნა და ღმერთს, რომელმაც ბევრჯერ მithქვამს ხოლმე და ჩემი საყვარელი გამოთქმა, რომ აი არაფრისაგან შექმნა ყველაფერი. ნუ თუ მას ის გაუჭირდება, რომ უკვე არსებული, რომელიც სადღაც გაიფანტა, კვლავ ერთად შეკრიბოს, ხო? ეს რა თქმა უნდა აბსოლუტურად გასაგებია, აბსოლუტურად მისაღებია ნებისმიერი მორწმუნისათვის, რომ ამაში შეუძლებელი ღვთისთვის არაფერი არ არის და რა თქმა უნდა ეს ყოველივე ასე იქნება, ასე რომ ესეც გწამდეთ. ეხლა ამასაც რატო გეუბნებით? ეხლა მე წინაზეც ვახსენე და ეხლაც მინდა გითხრათ, რომ მე ვცდილობ, რომ იმის გამო, რომ ჩვენ თქვათ ეხლა 1 საათი გვაქვს ხოლმე და შეკითხვებისთვის ფაქტიურად დრო არ გრჩება, იმიტომ რომ მე არასოდეს არ მყოფნის ეს 1 საათი, ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ ჩავეტიო ამ 1 საათში რა და ყოველთვის ვცდილობ ამის გამო, რომ აი შეკითხვების ნაწილი რო არ რჩება, რომ წინასწარ გავთვალო ყველა შესაძლო ვარიანტი შეკითხვების, ეხლა მეც ხომ მქონია თავის დროზე ეს შეკითხვები არა და შემდეგ მიპოვია პასუხები. მოუცია უფალს, ხო? ანუ ვცდილობ მაქსიმალურად, რომ აი რა შეკითხვა შეიძლება გაჩნდეს თქვენ თავში, ან უკვე გაჩენილა, ხო? წინასწარ პასუხი გაცეთ ამ ყველაფერზე, რომ მაქსიმალურად იყოს ესეთი დატვირთული და ამომწურავი ჩვენი საუბრები. ხოლო ლეღვისაგან ისწავეთ იგავი. ვითარცა იგი რაჟამს რტონი მისნი დაჩვიან და ფურცელი გამოვალ. უწყოდეთ რამე თუ ახლოს არის ზაფხული. ანუ იცითო, ანუ შედარება გააკეთეთო რა, ხო იცითო, რომ როდესაც ლეღვის რტო დარბილდებაო უკვეო. მაშინ უკვე წვენი ჩადგებაო, ფურცელი გამოვაო ის ჩვილი და ნორჩი უკვე ხვდებითო, რომ ზაფხულიაო, მოახლოებულიო უკვე, ხო, კარზეაო მომდგარიო, ხო? ეგრეცა თქვენ, ოდეს იხილოთ ესე ყოველი, უწყოდეთ რამე თუ ახლოს არის კარტაზე და ანუ თქვენც ყურადღებით იყავითო, როდესაც დაინახავთ აი ამ ყოველივეს აღსრულებულსო, იმ ნიშნებს, რომელიც მე თქვენ გითხარით და რომელზეც ჩვენ უკვე ბევრი ვისაუბრეთ, ხო? იცოდეთო, რომ უკვე ახლოს არისო ძალიან მომდგარიაო კარებზეო ჩემი დიდები დაბრუნებაო. ხა წინა საუბარზე მე თქვენ გითხარით, აი როდის მოხდება წმინდა მამები ესე ამბობენ რა, რომ აი მე და ჩემ სულიერ მოძღვარსაც ვისაუბრე ამასთან დაკავშირებით, რომ აი როდის მოხდება, როდესაც დედამიწის წიაღი ვეღარ წარმოშობს ადამიანს სასუფეველისათვის, ხონებისათვის. ანუ როდესაც ღმერთი დაინახავს, რომ ყოველი ადამიანი, რომელიც შეიძლება მოელინოს ამ ქვეყანას, უკვე მან შეიძლება ვეღარ გაუძლოს იმ სასტურებს, რომელზეც აქამდე ვისაუბრეთ და წარწყდეს. ანუ ცხოვრება მისი ამ ქვეყნიური აღმოჩნდეს უკვე იმაზე დიდი ტვირთი, ვიდრე მას შეუძლია აიტანოს და გაუძლოს და ამას რა თქმა უნდა ღმერთი აღარ დაუშვებს. და როდესაც ეს უკანონობა, უშუალოება თავის ზენიტს მიაღწევს, და როდესაც ადამიანისთვის უკვე შეუძლებელი გახდება ამ ქვეყანაზე ცხოვრება სიწმინდით და ამ სიწმინდის ერთგულებით, აი სწორედ იმ დროს დაასრულებს უკვე ღმერთი ამ ქვეყნის არსებობას, ანუ ბოლო მომენტამდე აცლის. ბოლომდე, რომ ვერცერთმა სულიერმა ვერ შეძლოს თავის გამარჯვება ღვთისწინაშე. ბოლომდე აცლის ყოველ ადამიანს გამოავლინოს თავისი თავისუფლების მაქსიმუმი. და მხოლოდ ამის შემდეგ დასრულდება ამ ქვეყნის არსებობა იმ სახით, როგორითაც დღეს არსებობს. ამინ გეტყვით თქვენ, არა წარხდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნეს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ესე ნათესავი არა წარხდება, ანუ კაცობრიობა არ დასრულდება მანამ, სანამ ეს ყოველივე რაც მე თქვენ გითხარით, არ ახდება და არ აღსრულდება. რატომ? კიდევ ერთხელ გეტყვით, იმიტომ რომ ღვთისთვის დრო არ არსებობს, ღმერთს ეს ყველაფერი დანახული აქვს, ხედავს. და ღმერთმა იცის, რომ ეს ყველაფერი მოხდენადია ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ დროში ვარსებობთ.
და დროში ვაზროვნებ. ჩვენთვის ეს მომავალში უნდა მოხდეს და ღვთის წინაშე ეს უკვე დამთავრებულია და მომხდარია. ეს ურთულესი საკითხია რა დროის მომენტი და მაინცსა და მაინც თქვენს უნდა აიჭრიდოთ, იმიტომ რომ შეიძლება ცოტა სხვაგან წახვიდეთ რა. უბრალოდ აი ეცადეთ რომ აი ესე მიიღოთ პირდაპირ როგორც გეუბნებით რა. ცანი და ქვეყანა წარხდეს, ნახეთ უფალი როგორ განამტკიცებს თავის ნათქვამს. ხოლო სიტყვანი ჩემნი არა წარხდება. ანუ ჩემი სიტყვა უფალი ამბობს. ბევრად უფრო მყარია ვიდრე ცადა ქვეყანა. აი თქვენ ხო ცადა ქვეყანა გონიათ ყველაზე მყარი, ამით გვეუბნება ჩვენ. აი ეს ცადა ქვეყანა წარხდება. იმიტომ რომ ეს ცადა ქვეყანა ჩემი შექმნილია. და ჩემი სიტყვა არ წარხდება, იმიტომ რომ მე ღმერთი ვარ. და უფლის სიტყვა მარადიულია, უყევია, მტკიცეა. წყალი არ გაუვა, არც ერთი წვეთი. ცანი და ქვეყანა გარდახდებაო, მაგრამ ჩემი სიტყვა არ წარხდება უფალი ამბობს. ხოლო დღისა მისთვის და ჟამისა არავინ იცის, არც ანგელოზთა ცისათა გარდა მამამან ხოლო მან. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. ეხლა რა თქმა უნდა, ყოველ ადამიანს პირველი თავში რაც მოსდის, ყველა საინტერესებს დღე. ხო და ნუ აი ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა ეხლა ქრისტიანობის არსებობის ისტორიაში, რომ სულ ყოველთვის ეკლესიის წიაღში იყო სულ მცდელობები გამოთვლისა უფლის მეორედ მოსვლისა რა, რომ აი ყოველთვის და ბევრი შემთხვევა იყო რა, რომ კონკრეტულ თარიღებს ასახელებდნენ, რომ აი ამ დროს მოხდება ნუ სუბოლო ვარიანტს გეტყვით რა, ეხლა ჩვენ მე-20 საუკუნისა და 21 საუკუნის ბიჯნის ცხოვრებნი ვართ და ყველაზე დიდი მოლოდინი იყო სწორედ 2000 წელს. ეხლა მე ეს კარგად მახსოვთ, ეხლა ვინც ცოტა პატარა თაობა ხართ, იმათ არ გემახსოვრებათ რა, მაგრამ მე კარგად მახსოვს, რომ 2000 წელს აი ველოდებოდი ძალიან ისეთი დიდი მოლოდინით, რომ 2000 წელს უნდა დამთავრებულიყო ყველაფერი. მე მაგალითად ჯეროდა. უცველად გეტყვით რა. შინაგანად ველოდებოდი, რომ აი დამრგვალდებოდა ეს ყველაფერი, მე ვიცი. მაგრამ ხო ხედავთ 2000 წელის დადგა და იმის შემდეგ 15 წელი გავიდა და აგერ 2016 გვიახლოვდება, ხო? ასე რომ უფალი გვეუბნება, ნუ ცდილობ, აი რატო ამბობს ამას, აი კიდევ ერთხელ გეტყვით, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ბევრჯერ გვითხოვს და მინდა რომ კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ უყურე დღისა მისთვის და ჟამისა არავინ იცისო. არც ანგელოზთა ცისათა გარდა მამამან ხოლო მანო. სხვა სახარებაში ამბობს, არცაც ზემან იცისო, თავის თავზე ამბობს. მოდი ვთქვა, რას ნიშნავს ზემაც არ იცის? და იცის მხოლოდ მამა. თუ ეხლა სხვაგან უფალი ამბობს, რომ ზემ ყველაფერი იცის, რაც მამამ იცის. მამა მთელი თავისი ხელმწიფება მისცა ძეს. თავიდან ბოლომდე. მაშინ როგორ არის, რომ მამამ იცის რაღაცა და ძემ არ იცის? კაი, თქვათ ანგელოზზე არ იციან, ძე? ჩემო ძვირფასებო, აქ იგულისხმება ძემ თავისი ადამიანური ბუნებით, იმიტომ რომ ძემ იმის გარდა რო არის ღვთისა, შეიერთა ადამიანური ბუნება და მან თავისი ადამიანური ბუნებით ნამდვილად არ იცის. მაგრამ ღვთაებრივი ბუნებით იცის. ამ შემთხვევაში უფალი გულისხმობს სწორედ ამას, რომ ძემ ადამიანური ბუნებით არ იცის. მამამ უნდა ინებოს და გაუმხილოს ძეს. და რატო ამბობს ამას კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას? ხომ შეიძლება უფალს გაემხილა ჩვენთვის არა კონკრეტული დღე, რომ აი თქვათ ამა და ამ წელს ეს ნოსტრადამუსები და ისინი სულ წინასწარმეტყველებდნენ, რომ აი ამ დროს მოხდება, აი ამ წელს მოხდება, ესე იქნება. რატომ არის რომ უფალი ესე არ გიკონკრეტებს? იმიტომ რა ჩვენ არაერთხელ გვითხოვს და კიდევ არ დამეზარება და კიდევ ბევრჯერ გაგიმეორებ, რომ ყოველი ადამიანისათვის მისი მეორედ მოსვლა იწყება მისი აღსასრული ჟამიდან, კეთილო ადამიანებო და ჩვენ კიდევ არავინ არ ვიცით როდის აღვესრულებთ. როდის ინებებს უფალი რომ წავიდგეთ ღვთის წინაშე. არავინ არ ვიცით, რომ შევთანხმდეთ ამაზე, ხო? აქედან გამომდინარე, ეხლა ფიქრი, ჭობა, ტრაქტატების წერა იმაზე ანგარიში, რომ აბა როდის მოხდება, აბა ამ წელს, იმ წელს რაღაცების თვლა და ამასობაში ეხლა რომ მოგეპაროს სიკვდილი და გაგიყვანოს ღმერთმა ამ ქვეყნიდან. დარჩები მე პირდაღებული, იმიტომ რომ აღმოაჩენ რომ
რაც გასაკეთებელი ქონდა, თურმე არ გაგიკეთებია. და რა არის თითოეული ჩვენთაგანის გასაკეთებელი? სულიერი ღვაწლი ხალხი. სულიერი ღვაწლი, მეტი არაფერი. უფალი გვეუბნება, რომ დააგროვოთ ისეთი საუნჯეო, რომელსაც ვერავინ ვერ მოგყარავთო და ვერავინ ვერ წაგართმევთო. აი ეს არის ჩვენი საქმე და ჩვენი საკეთებელი, რომ აი ამ საუნჯეს ვესწრაფოდით, რომ ვცდილობდით, რომ აი ესეთი განძი და ესეთი საუნჯე დავაგროვოთ ზეცაში, სულიერი. ეშმაკი კიდე ცდილობს, რომ გაგვართოს, გადაგვატანინოს ყურადღება მეორე ხარისხოვანზე, მეათე ხარისხოვანზე. თუნდაც ეკლესიაში ვიარო. აი მამაშალოს უყვარს ხოლმე ხშირად თქმა, რომ ზოგჯერ მოგისმენიათ მისგან ქადაგებებში, რომ ეშმაკისთვის არ წარმოადგენს პრობლემას ხალხის სიმრავლე ეკლესიაში. იარონ რამდენმაც უნდა. თელმა ქვეყანამ, თელმა მსოფლიომ იაროს. ოღონდ იყვნენ ნელთბილი და გუნგრილი მორწმუნეები. ეს კიდევ უფრო აწყობს ეშმაკს, იმიტომ რომ კარგად მოიტყუებენ ადამიანები ბოლომდე თავს. და ემაშია საქმე, რომ ეშმაკისთვის პრობლემა სწორედ მაშინ იქმნება და იწყება, როდესაც ადამიანი მთელი არსებით გულმოდგინედ იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას და ბრძოლას საკუთარ თავში არსებულ ბოროტებასთან. ეს უკვე სერიოზული პრობლემაა და აი ამას, ანუ ამ ჩვენს ერთადერთ და მთავარ საკეთებელს, რომელიც არ არის ამაო. ყველაფერი დანარჩენი ამაოა. მინდა გითხრათ რა. აბსოლუტურად ყველაფერი. ამის გარდა, რაც არის სულიერი ღვაწლი და სულიერი საკეთებელი. ყველაფერი არის ამაო. და აი, როდესაც ადამიანი იწყებს აი ამაზე მუშაობას, ხო? მაშინ მისი ცხოვრება ხდება ცოცხალი და რეალური, ნამდვილი ცხოვრება ადამიანისა არის ცხოვრება ქრისტეში, ქრისტესთვის, საკუთარი სულის ხონებისა და გადარჩენისთვის. აბსოლუტურად ყველაფერი დანარჩენი არის ამაო, რაც არ უნდა სერიოზული და მნიშვნელოვანი ეჩვენებოდეს ადამიანს ამ ქვეყანაზე. ეს ყველაფერი არის ეშმაკის მხოლოდ და მხოლოდ ძალიან კარგად შეფუთული ტყუილი და ილუზია, რომელიც ცდილობს, რომ დაარწმუნოს ადამიანები, რომ აი ეს არის შენი ცხოვრების მიზანი. ტყუილი, არ დაიჯეროთ. გავად რომ თუ ღმერთმა ინება და დაბერდით, აღმოაჩენთ, რომ თურმე რა ფუჭად გიცხოვრიეთ რა. და თუ ინება უფალმა კიდევ ერთხელ გეტყვით და სიბერემდე მიაღწიეთ, აი ღმერთს მე თხოვნას დაუწყებთ, რომ ღმერთო, ცოტა ხანი მაცოცხლე რომ შევძლო, რომ ეს ჩემი ფუჭი და ამაო ცხოვრება მოვინანიო და სიკვდილის წინ მაინც რაღაცა რეალური და ნორმალური გავაკეთე ჩემი სულისათვის. მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ჩვენ არ ვიცით, დავბერდებით კი? როგორ დავბერდეთ? და მოულოდნელად გვეწიოს აღსასრული ვერაშები. და აი როგორც მოგვისწრებს მეთქი უფალი და როგორც მოგვიწევს აღსრულება ღვთის წინაშე, ისე წარსდგებით და ისე განმისჯებით მე. ამიტომ ძალიან ნუ გაერთობით მეორედ მოსვლის წინა ნიშნებით. უბრალოდ ყურადღებით იყავით და მე წინაზეც გითხარით, რომ ადამიანი რომელიც სულიერად ცხოვრობს და სწორად არის მომართული, მას არ გამორჩება ეს ყველაფერი. მის ფაქის და მგრძნობიარე გონებას და ხედვას არ არსებობს, რომ ეს ყველაფერი გამოეპაროს, რაც აქ წერია. ასე რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით. გარანტი იმისა, რომ ჩვენ არ მოვტყუდეთ და სიცრუე ჭეშმარიტებად არ მივიღოთ, ანტიქრისტე ქრისტე არ გვეგონოს, ერთადერთი გარანტი ამისა არის ჩვენი სწორი სულიერი ცხოვრება. ხას უსვავს სიტყვას სწორს. თორე დღეს რო კითხო ახლა მთელი მსოფლიო სულიერად ცხოვრობს, მაგრამ ესე არ არის. სწორი სულიერი ცხოვრება. ხო, ეს ისე ლირიული გადახვევა ამასთან დაკავშირებით, რომ ძალიან არ უნდა გავერთოთ აი ამ რაღაცები და უნდა გვახსოვდეს ყოველთვის ჩვენი მთავარი საკეთებელი რა არის და ჩვენი მთავარი საფიქრები. ეხლა მოდი გავაგზავნოთ. აი, შედარება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და მე ხშირად მიყვარს ხოლმე ამის გახსენება. ვითარცა იგი დღეთა მათ ნოესთა, ეგრეთ იყოს მოსვლა იძისა კაცისა. ანუ უფალი იხსენებს ნოეს პერიოდს. ნოეს პერიოდი რითი არის აღსანიშნავი? ნოეს პერიოდი გარდამტეხი პერიოდია, ჩვენ გვახსოვს, ხო? ანუ ეს არის დრო, როდესაც ერთმა ცივილიზაციამ, ერთმა
პერიოდმა კაცობრიობისამ დაასრულა თავისი არსებობა და დაასრულა ძალიან ტრაგიკულად, წყალში დაიხჩო, წარღვნა მოხდა, გახსოვთ ეს ყველაფერი. მაგრამ ეს ყველაფერი ტრაგიკული იყო მხოლოდ ერთი შეხედვით და მე ამასთან დაკავშირებით მისაუბრია მიქადაკი ადრე რომ ეს სინამდვილეში ღმერთის დიდი წყალობა იყო რომ მომენტალურად არ მოისწრა ყველა ადამიანი რომ აი ეს ხანგრძლივმა 40-დღიანმა წვიმამ ნელ-ნელა კიდე საშუალება მისცა ადამიანებს რომ გარდაცვალებამდე ჯერ სინანულში მოსულიყვნენ და სინანულით აღსრულებულიყვნენ ღვთის წინაშე. იმიტომ რომ სხვა გზა ღმერთს აღარ დაუტოვეს ადამიანებმა. იცით თქვენ რომ ნოე 100 წელი აშენებდა კიდობას მთაზე და დასინოდნენ ადამიანები, სულელს ეძახდნენ. რომ სულელი ხარო, გემს აშენებო ხმელეთზეო და მთაზეო. რამ გავუგაშტერო? და ნოე კიდე უქადაგებდა რომ ხალხო ღვთის რისხვა მოდის და ყურადღებით იყავი. ღმერთს აღარ სიამოვნებს ჩვენი ცხოვრების წესი. იც რა თქვენ ნორმად გიქცევიათ, ეს არ არის ღვთისთვის სათნო. დასინოდნენ ხალხო, დასინოდნენ. კაცი შვილი ვერ იპოვა ნოემ საკუთარი ოჯახის წევრების გარდა, ვინც მას მოусმენდა და იცით რომ 100 წელი რო აშენებდა, მერე 20 წელი კიდე კიდობნის კარი ღია ქონდა და ხალხს ეპატიჟებოდა. რო იქნებ ერთი კაცი მაინც შესულიყო იმ კიდობაში. მე იცით როგორ ვიყავი ხოლმე რამდენჯერაც ეს სამკითხები მე წარმომედგინა ხოლმე რა რომ მეთქი როგორ შეიძლება ესე დაბრმავდეს და დაბნელდეს ადამიანი რომ ეს ყველაფერი ვერ გაიაზროს მეთქი და 20 წელი რო ერთი კაცი მაინც როგორ ეხლა უკვე ხვდები აი რაც დრო გადის რაც წლები მემატება რაც გამოცდილება მემატება რაც ადამიანებს უფრო და უფრო ახლოს ვეცნობი ხვდები რომ ეს ყველაფერი ჭეშმარიტად რეალობაა შეუძლებელია ადამიანს დააჯერო ის რაც არ უნდა რომ გაიგოს და დაიჯეროს და მით უმეტეს თუ კი ამას ყველაფერს ხელს უწყობს მასობრივია ეს ფსიქოზი და მასობრივი პრესი საზოგადოებრივი ხო რომ ყველა ესე რო ცხოვრობს ხო როგორ გინდა ეხა შენ გაუძლო ამას და ურთულესია რომ იყო თეთრი ყვავი ურთულესია არავის არ უნდა თეთრი ყვაობა, არავის არ უნდა რომ თითით საჩვენებელი იყოს, რომ ესა განსხვავებულია. ანუ ყველა უნდა რომ საზოგადოებაში ეწერებოდეს ორგანულად. ასე რომ მე ძალიან იოლად შემიძლია გავიჯერო რომ ნოემ ერთი კაციც კი ვერ იყო, უბრალოდ გაოცებული ვარ და მიკვირს ნოეთი. რომ მას რამხელა სულიერი სიმტკიცე ჰქონდა. იგივე ლოთი აბრაამის მისწული, რომელიც სოდომსა და გომორში ცხოვრობდა და იცით თქვენ სხვაგან უფალი სწორედ ამ შედარებასაც მოიხმობს, ანუ არა მხოლოდ ნოეს პერიოდს ადარებს, არამედ სოდომისა და გომორის პერიოდსაც ადარებს. ერთი და იგივეა აბსოლუტურად. და რას ამბობს, ნახეთ? როგორც ნოეს დღეებში იყო, ეგრეთ იყოს მოსვლაი ძისა კაცისაიო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა რომ ყურადღებით მოისმინოთ ხალხო და დაიმახსოვროთ რა. ძალიან მნიშვნელოვან შედარებას აკეთებს უფალი. უყურეთ რამე თუ ვითარცა იგი იყუნეს დღეთა მაჩინა პირველ წყლით ღვინისა ჭამდეს და სმიდეს იქორწინებდეს და განქორწინებდეს მუნ დღემდე ვიდრემდე შევიდა ნოე კიდობნად და ვერცნეს ვიდრემდე მოიწია წყლით ღვინაი და წარიღო ყოველი ესრეთ იყოს მოსვლაი ძისა კაცისაი. აი ეს არის თუ ადამიანი დაფიქრდება და ყურადღებით მოისმენს ამ სიტყვებს უაღრესად მნიშვნელოვანი და ძალიან საშიში სიტყვები და რატო? მიაქციეთ ყურადღება. როგორცო თან ხას უსვავს უფალიო კარგად რო გაგვახსენდეს ის პერიოდი რატომ იხსენებს ნოეს პერიოდს აი წყლით ღვინის პერიოდამდე აი სანამ წარღვნიდაო წყალი ამ ყველაფერსო მანამდეო ჩვეულებრივი ცხოვრება დუღდა ხალხო რამე განსაკუთრებული კი არ ხდებოდა ჭამდნენო და სვამდნენო იქორწინებდნენ და განქორწინებდნენო განქორწინებდნენ არ ნიშნავს დღევანდელი გაგებით განქორწინებას განქორწინებდნენ ძველი ქართული ფორმა იყო ქალის გათხოვების ანუ იქორწინებდა მამაკაცი რომელსაც მოყავდა ქალი და განქორწინებდა დედაკაცი, რომელიც თავის სახლიდან მიდიოდა სხვის ოჯახში. ანუ განქორწინება ერქვა გოგოს გათხოვებას.
ანუ ცოლი მოყავდათ და თხოვდებოდნენ, ჭამდნენ და სვამდნენ. მე დავამატებდი, მუშაობდნენ, ერთობოდნენ, კაზინოებში დადიოდნენ. ანუ ჩვეულებრივი ცხოვრება დუღდა ხალხო. არაფერი განსაკუთრებული. ხედავთ ეშმაკის საცდურს როგორია? როგორ აწყობს ამ ყველაფერს რა? და მე მინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ ის ეშმაკია დღესაც აი ამ ყველაფერს ხლართავს, რომელმაც თავის დროზე წარღვნამდელი კაცობრიობა გააბა აი ამ რაღაცა საშინელ ქსელში. სოდომისა და გომორის მოსახლეობა გაახვია აი ამ საშინელებაში. იგივე ეშმაკია დღეს ოგვებძვის ჩვენ, თანაც აი იმ ხელა გამოცდილებით. და ზუსტად ისე იქნება უფალი ამბობს. როგორც მაშინ იყო, რომ ჩვეულებრივი ცხოვრება იქნებაო, ანუ წარმოუდგენელი იქნება ადამიანისთვის იმის შეხსენება და მითითება, თქმაც კი სასაცილო იქნება, აი როგორც ნოეს იგდებდნენ საცინრად, როდესაც ეუბნებოდათ, რომ ჩვენი ცხოვრების წესი ხალხო უფალს აღარ სთნავს, აღარ ესათნოება, განრისხებულია უფალი ჩვენზე და წარღვნა უნდა მოავლინო და სიცილით კვდებოდნენ, სასაცილოდ არ ყოფნიდათ ეს ყველაფერი იმ ადამიანებს. აი ესე მოხდებაო რა. ესე იქნება ზუსტადო და მოდი რა გავახილოთ ხალხო თვალები. გავახილოთ თვალები დღეს რა ხდება ხალხო. როგორ ყირაზე აყენებენ ზნეობას. თუ უკვე არ დააყენეს. როგორ შეცვალეს ღირებულებები, როგორ დაარქვეს უზნეობას ზნეობა, როგორ დაარქვეს ზნეობას უზნეობა, როგორ გახდა სამარცხვინო დღეს სიწმინდე, ქალიშვილობა, პატრიოტიზმი, ვაჟკაცობა, სამშობლოს სიყვარული, დასაცინი გახდა ამას მეთოდურად აკეთებენ. და როგორ შეცვალა ეს ყველაფერი ყალბმა ღირებულებებმა, ფსევდოლიბერალიზმმა, ფსევდოთავისუფლებამ, რომელიც აი ამ ყველაფერს გულისხმობს მერე იმ უზნეობას და აღვირახსნილობას და ღვთისაგან და ზნეობისაგან თავისუფლებას გულისხმობს სინამდვილეში, რაც მხოლოდ და მხოლოდ დამღუპველი ადამიანისათვის და არაფერი კარგის მომტანი. ასე არ არის, მოდი გავახილოთ თვალები. გადავხედოთ რა ხდება ამ გადაცემებით, ამ პროფილებით და ამ რა ვიცი, რა ქვია იმას კიდე? გადაცემის სახელს ვიხსენებდი. სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად. აი, როგორ მეთოდურად ვინ არიან ჯერ წამყვანები ნახეთ ხალხო? ან ერთი ნახეთ, ან მეორე ნახეთ. უზნეობის ეტალონები, ერთიც და მეორეც, ერთი მამრობითი სქესის, მეორე მდედრობითი. ესეც შეგნებულად გაკეთებული, რომ ყველაზეა გათვლილი ეს ქალებზეც, კაცებზეც. ყველა მხრიდან, იქიდან, აქედან შეტევა. და მსგავსი კიდე ბევრი, არა მხოლოდ ქართული, არამედ უცხოური გადაცემები, რუსულები, ამერიკულები. და როგორ თემატურად, მუსიკის იმეებით, გაფორმებებით და აბა ეს შეფუთვის პროფესიონალები არიან, ესენი მე პირდაპირ ვიტყოდი. ნებით თუ უნებლიეთ, ეშმაკის მოციქულები და მისი საქმის აღმსარებლები და აღმსრულებლები არიან ხალხო. მე მეწოდება ეს ადამიანები, იმიტომ რომ ვერ ხვდებიან, მათ როგორ ოსტატურად იყენებს ეშმაკი თავისი ბინძური საქმეების გასაკეთებლად. აი წარმოიდგინეთ, რეები ხდება და ამ ფონზე როგორ გინდა ეხა შენ სიწმინდე შეინარჩუნო, როგორ გინდა ეხა შენ რომ რაღაცა სწორი ღირებულებები იქადაგო სადმე და დასაცინი არ გახდე რა. იმ დროს, როდესაც სასულიერო პირებიც კი twin გადაბრუნებულები არიან უკვე რიგი ნაწილი მათი და არ ერიდებიან რაღაცა სისულელეების ქადაგებას ეთერიდან. აი როგორ გინდა შენ ეხლა აი ამ სიბნელეში ხელის ფათურით იპოვო სადმე ჭეშმარიტება რა. აი როგორ გინდა რა. როდესაც ადამიანი, რომელიც შენ ღვთის გზას უნდა მოგიწოდებდეს და იქითკენ დანიშნებდეს, ისიც კი მოწოდების სიმაღლეზე არ დგას და ისიც კი არეულია უკვე. და შენ სადღა უნდა იპოვო ორიენტირი, ვის უნდა ჩაეჭიდო. და
და ეს მხოლოდ შესავალია, მინდა რომ გითხრათ რა. დღეს რაც ხდება ხალხო. შესავალია. კინო მერე იწყება. აი მერე ნახე თქვენ. ეს ყველაფერი აგორდეს და კიდევ უფრო დიდი მასშტაბები მიიღოს და ეს მაგას არსად არ ეჩქარება. ისე თანმიმდევრულად, ისე კარგად აკეთებს ყველაფერს, რომ აი ნახავთ თქვენ რა. როგორ მოხდება ეს ყველაფერი და როგორ გახდებიან სიმართლის მიმდევარი ადამიანები ნელ-ნელა დასაცინე. რამდენი გოგონასგან მომისმენია მე. რამდენი გოგონასგან ერთ-ერთი ჩემი მრევლი, ჩემი აღსარებელი გამომიტყდა რა, მიდიოდა მადონას კონცერტზე თავის დაქალებთან ერთად რა. მადონას კონცერტზე მიდიოდა ერთი 20 სული გოგონა მიდიოდა დაქალებიოდა. ახლა კიდე კაი რომ სინდისიერი ადამიანია და მითხრა, გამომიტყდა რა. იმიტომ რომ აწუხებდა სინდისი რა. თან რაღაცა გაუგია ხურმუკრით, მერე კი უარყო ეს ყველაფერი, არა ეგრე არ ყოფილაო, თავი დაიმშვიდა, მაგრამ გაუგია ხურმუკრით, რომ თურმე ეს კონცერტი რაღაცა კრეხელობებით იქნება სავსეო რა. და ეხლა ეს ბინძური დედაკაცი იცით თქვენ, ხო? როგორც არის დაკავული და მისი ასე ვთქვათ შემოქმედება ბჭყალებში, რასაც ემსახურება, ხო? ჯერ ადამიანი იმდენად თავხედია, რომ აბსოლუტურად სულ სხვა სახელი და გვარი აქვს და ღვთისმშობელი დაიწყო, მადონა დაიწყო. და მე რეებს აკეთებს და ალბათ გინახავთ მისი კლიპები და მისი სიმღერები, ხო? და რატომ მიდიოდა იცი? იმიტომ რომ ყველანი მიდიოდნენ რა დაქალები რა. თორე თვითონ არ უნდა წასვლა, მით უმეტეს როცა მეც ვესაუბრე, მამაშალოც ესაუბრა, ერთადაც ველაპარაკეთ, ხო? ძალიან გაუხერხულდა. მე ვაჭრობა დაგვიწყო რა, რომ აი წავალ, მაგრამ კონცერტზე არ მივალ. მე მივალ, მაგრამ თვალებს დავხუჭავ და არ შევხედავ, როცა ცუდი ისენი იქნება. აი, ხედავთ ხალხო, რა ძნელია საზოგადოებრივი პრესის გაძლება. იცით რატო? იმიტომ რომ მას არ უნდოდა რომ ყოფილიყო თეთრი ყვავი თავის მეგობრებში. დასცინოდნენ ის მეგობრები და მათ ნაწილს ვიცნობდნენ, დიდ ნაწილს. და მოუწევთ მათ მოსვლა რა, ნაწილს შენთან, ნაწილს მამაშალოსთან. და ნახოთ მე როგორ გაიცინებენ აქ რომლებს. დასცინოდნენ ამას, რომელიც მოვიდა და თავ გულწრფელად მითხრა ეს რომ აი რაღაცა ხედავთ რა საშიშია ეს ყველაფერი და აი ამას ამბობს უფალი რა, რომ აი როგორც ნოეს დღეებში იყო. რომ ვერავის ვერ წარმოედგინა, ვერავის ჭეშმარიტ სიტყვას ვეღარ ეტყოდი, ვეღარ მოისმენდი სიმართლეს. სიმართლე დასაცინი და დასაძრახი იყო უკვე და ნორმად იყო ქცეული უზნეობა. ეს პროფესიონალურად შეუულია ეშმაკს და ყურადღებით იყავით ხალხო და ფრთხილად იყავით ძალიან. და ვერ მიხვდნენო. ვერ მიხვდა ვერავინო სანამ არ დაიკეტაო კიდობნის კარებიო და სანამ არ წამოვიდაო თქეში წვიმაო. და ის თქეში წვიმა რო წამოვიდა, მაშინ კი ვერ მიხვდნენ კიდე, ჯერ ჩაოლობრივ წვიმა ეგონათ რა, დიდ ნაწილს. მაგრამ ხა რო აღარ გადაიღო და რო ადიდა ეს წყლები და მოიმატა და თები დაფარა და ასე შემდეგ, მე რა თქმა უნდა ყველა მიხვდა. და ის სწორედ ამას ვამბობ, რომ ესე ღმერთის მადლი და წყალობა იყო, რომ იმ დროს ეს ხო არ ყოფილა მეხსეულად, ხო ეხა ვიღაცამ კარგი ცურვა იცოდა ხო სიტყვაზე და დიდხანს გაუწია წინააღმდეგობა ამ სტიქიას, ხო? აი იმ პერიოდში მათ მიეცათ ხელახალი შესაძლებლობა სინანულისა ამ ადამიანებს. და მე მჯერა და მწამს რომ იმ დროს ვინ შეინანა და მე მჯერა რომ დიდმა ნაწილმა იმ ადამიანების ამ შეინანა, ისინი ღმერთმა აცხონა და გადაარჩინა. ასე რომ ყველაფერს სულიერი თვალით უნდა შევხედოთ, თუ გვინდა რომ სიმართლე დავინახოთ და ჭეშმარიტები. მაშინ ორნი იყვნენ ველსა გარე, ერთი წარიყვანოს და ერთი დაეტევოს. ორნი ფქვიდნენ ფქვილსა, ერთი წარიტაცოს და ერთი დაეტევოს. ნახეთ, რას ამბობს უფალი? სხვაგან ამბობს უფალი, რომ არა მოვედ მოფენად მშვიდობისა, არამედ მოფენად მახვილისა. რათა განყო დედაშვილისაგანო, ძალი დედამთილისაგანო. აიხსენეთ? ანუ რას ნიშნავს უფლის სიტყვები? ეხლაც ამბობს, ნახეთ.
მაშინ ორნი იქნებიანო ველზეო ყანაში გასულიო თითქოს და მეგობრები თითქოს და ერთმანეთს უგებენ მაგრამ აი მეორედ მოსვლის დროსო ერთი წარი ტაცებაო ანუ ერთ სუფალი თავისთან წაიყვანსო და მეორეს არაო ორნი იქნებიანო შესული ფქვილის დასაფქავათო და ეხლა ხვდებით ალბათ ხო რომ ეხლა ვიაზრუნოთ და განვაზოგადოთ ეხლა მარტო ფქვილის დამხველებზე არ არის ლაპარაკი და ყანაში მომუშავებზე ზოგადად ადამიანებზე რომლებიც თავთავიანთი საქმეებით არიან დაკავებულები მაგრამ მე ბევრჯერ მithქვამს თქვენთვის რომ არც ერთი სამსახური თავისთავად წამწმენდელი არ არის ადამიანისა წამწმენდელი არის შენი დამოკიდებულება ამ სამსახურის მიმართ შენ თუ ამას ბოროტად იყენებ შენ თუ ამას შენ სასარგებლოდ ცდილობ რომ გამოიყენო აი ჩვენ რო ვიტყვით ხოლმე ვიგოდნიკურად ხო და ცდილობ რომ სხვა დააზარავო ნებით თუ უნებლიეთ ხო აი ეს იქნება შენთვის დამოუკიდებელი თორე თავისთავად სამსახური შენთვის სამწმენდელი არ არის და ამიტომ ორი იმუშავებსო თქვა ორი იქნება ერთნაირიო ერთი ღვთის წინაშე წარდგება და გამართლდება მეორე ვერ გამართლდება არა და შეუიარაღებელი თვალით ეს არ გამოჩნდება ხალხ აი ეს არის ყველაზე საშინელი აი მაგალითად მორწმუნე ეკლესიური ადამიანი რო ავიღოთ და მისი მეგობარი არაეკლესიური ადამიანი ეს ეკლესიური ადამიანი შეიძლება მთელი ცხოვრება განიკითხავს იმ არაეკლესიურ ადამიანს და ამეტებს თავს იმის გამო რომ ამას უკვე ბევრი წლის სტაჟი აქვს ეკლესიაში სიარულის და იმ მთელი ცხოვრება უჩიჩინებს და ვერ მოიყვანა ეკლესიაში რა ერთი წუთითაც არ დაუშვებს იმას რომ შეიძლება სწორედ მისი გამუდმებული ჩიჩინის ბრალი იყოს ის ადამიანი ეკლესიაში რო არ მოდის რა ეს დედებსაც ეხება სხვათა შორის და მინდა რომ გაითვალისწინონ შვილებთან მიმართებაში და არა მხოლოდ ზოგადად მეგობრებთან, ახლობლებთან, ნათესავებთან, მეზობლებთან და თვითონ გონია რომ სასუფეველის ბილეთი უდევს ჯიბეში და ის კიდე იღუპება და განისდის და ამ დროს მოხდება სასწაული ღმერთი რომელიც გულთან ხილავია უცებ დაანახებს ყველას რომ ეს ერთი შეხედვით არაეკლესიური ადამიანი შინაგანად თავისი ცხოვრების წესით თავისი სწორი იდეალებისადმი ერთგულებით სწორი ღირებულებებით თავისი მხურვალე გულით თავისი სიკეთით თავდადებით სწორედ რომ ღვთისთვის სათნო ცხოვრობდა თურმე და ის მისი განკითხველი ეკლესიური ადამიანი რომელსაც დიდი სტაჟი ჰქონდა ეკლესიური ცხოვრებისა აბსოლუტურად მიუღებელი იყო ღვთისათვის იმიტომ რომ მისი ცხოვრება ეკლესიური მხოლოდ და მხოლოდ გარეგნული წესების დაცვით შემოიფარგლებოდა და შინაგანად სავსე იყო 1000 გარაწმენდებით აი ამაზე საუბრობს უფალი, აი ესეთ მოულოდნელობებზე რა. თუ ვიღაცა ვისაც გონია რომ გარანტირებული აქვს სასუფეველი დარჩება მიღმა და ვიღაცა რომელიც თავს ძალიან იმდაბლებს და გონია რომ უღირსია და აქვს საოცარი განცდა და შიში იმისა რომ ღმერთო შემიშველებ, სწორედ ის მოხდება შეწყნარებული უფლისაგან რა. გახდება უფრო სწორად რო. ასე რომ ძალიან დიდი ყურადღება და დიდი სიფრთხილე გმართებს ჩემო ძვირფასეები. იღვიძებდით უკვე, რამე თუ არ აიცით, რომელსა ჟამსა უფალი თქვენი მოვიდეს. ყურადღებით იყავი და იღვიძებდით აქ მაინც და მაინც ღამე მღვიძარებაზე კი არ არის ლაპარაკი. სულიერ მღვიძარებაზე, სულიერ სიფხიზლეზე აქ საუბარი რომ ფხიზლად და ყურადღებით იყავი. იმიტომ რომ არავინ არ იცით, როდის მოვა უფალი თქვენთან. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აქ უფლის მოსვლა უპირველეს ყოვლისა შენი პირადი მოსვლა იგულისხმება, როდესაც ადგომა მოგიწევს ღვთის წინაშე. უპირველეს ყოვლისა ამისათვის უნდა იფხიზლო, რომ შენ არ იცი, როდის მოვა პირადად შენთან უფალი და როდის მოგთხოვს შენსას. ხოლო ესემცა იცით, უკეთუმცა უწყოდა სახლისა უფალმან, რომელსაც ახმილავსა მყარავი მოსვლა დარს, იღვიძებდამცა და არა უტევა დაათხრათ სახლისა თვისისა. ამისთვის თქვენცა იყვენით გამზადებულ, რამე თუ რომელსა ჟამს არა გონებდეთ, ზე კაცისა მოვიდეს. თუ კი ადამიანმა იცის, რომელ საათზე უნდა მოვიდესო ქურდი მასთან მოსაპარათო, ხიზლად იქნებაო რა. და დაუხდება ეგ ჯარით, პოლიციით, თვითონ შეიარაღებული, რომ არ მისცესო იმ ქურდსო უფლებაო მისი გაძარცვისო, მაგრამ
მთელი საფრთხეც ამაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არასოდეს არ ვიცით როდის მოვაკვდით. ამიტომ რა უნდა ვქნათ? მუდამ მზად უნდა ვიყოთ, მუდამ ხიზლად უნდა ვიყოთ. რომ ემად არ წამოგვეპაროს და ისე დროს არ მოვიდეს, როდესაც მზად არ ვიქნებით და არ დაგვაცარიელოს ჩვენი სულიერი მონაპოვარისა. არ მოგპაროს ეს ყველაფერი. ხვდებით ალბათ სულიერ ქურდის გულისხმობს უფალი, რომელიც ძალიან წარმატებით ახერხებს, რომ ადამიანს მთელი თავისი სიკეთე და სათნოება მოპაროს. როგორ? როდესაც ადამიანი ამას ყველაფერს საკუთარ თავს მიაწევს და სიამაყეში და ამპარტავნებაში ჩავარდება და დაავიწყდება, რომ თუ კი რაიმე გააჩნია, კეთილი, ყველაფერი ღვთისაა. აი როგორც კი საკუთარ თავს მიაწევს ამას, ჩათვალეთ, რომ აი იმ წამს მოპარა ეშმაკმა მას მთელი მისი აულადიდება. რითიც ის ღვთის წინაშე უნდა გამართულდეს. ვინმე არ სარწმუნო იგი მონაი და ბრძენი, რომელიც დაადგინოს უფალმა თვისმან მონათა თვის და ზედა, მიცემად საზრდელი მათი ჟამსა თვისა. ნეტარ არს მონისა მის, რომლისა მოვიდეს უფალი მისი და ჰპოვოს იგი ესრეთ მოქმედი. ამინ გეტყვი თქვენ ვით არ მეტ ყოველთა ზედა მონაგებთა მისთა დაადგინოს იგი. ხოლო უკეთოს თქვას ბოროტმან მან მონამან გულსა თვისა, ხოვნის უფალი ჩემი მოსვლა და იწყოს გვემად მის თანათამათ მონათა და ჭამდეს და სმიდეს მემთვრალეთა თანა, მოვიდეს უფალი იგი მონისა იმის დღესა მას, რომელს არა მოელოდის და ჟამსა, რომელი არა უწყოდის და ორგან განკვეთოს იგი და ნაწილი მისი დადვას ორგულთა თანა, მონიყოს ტირილი და ღრჭენა იკვილთა. შედარება მოყავს უფალს ესეთი, რომ ადამიანიო, რომელიც უფალმა დაადგინაო თავისი მონების მწყემსათო, ორი ვარიანტი არსებობსო. თუ სარწმუნო არისო ეს ადამიანიო, ანუ თუ სანდოა, სარწმუნო სანდოს ნიშნავს. თუ სანდოაო ეს კაციო და ერთგულიაო, მაშინო მუდმივად ფხიზლად იქნება და ყურადღებით იქნებაო და იმ თავის მონებსაც გააკონტროლებსო. საჭმელსაც მისცემსო, მოუვლისო იმ მონებსო და ყურადღებით იქნება და ფხიზლად იქნებაო, რომ მას მუდამ ემახსოვრება, რომ ეს მონები უფალმა ჩააბარა მას დასამწყემსად. აქ უპირველეს ყოვლისა მინდა გამოგიტყდეთ, რომ სულიერი მოძღვრები გულისხმებით, რომლებსაც უფალმა თავისი სამწყსო ჩაგვაბარა, თავისი მრევლი ჩაგვაბარა და ჩვენ მუდამ გვმართებს იმის ხსოვნა, რომ თითოეული თქვენთაგანი, რომელიც ეკლესიაში მოხვედით სხვადასხვა მოძღვართან, თითოეული თქვენთაგანი უფლის ცხრები ხართ. ეს უნდა ახსოვდეს ყველა მოძღვარს. და არა ჩვენი საკუთრება, არავითარ შემთხვევაში. ეს უდიდესი შეცდომა და ცოდვაა მოძღვრის მხრიდან, როდესაც ესე იწყებს ის ფიქრს. და ყოველთვის უნდა ვცდილობდით, რომ ვიყოთ ღირსეული მწყემსები უფლის ფარისა, სიტყვიერი ფარის, ანუ თითოეული თქვენთაგანისა. თორე თუ დავივიწყეთო ესო და თუ დაიწყებსო ეს მონაო, ცემასო, გვემასო, აი ამ მონებისო, დანარჩენებისო, ხო? საჭმელს არ მისცემსო, აშიმშილებსო, ანუ თუ კი ბოროტი იქნება და ბოროტად იმოქმედებსო, ხო? მასო ძალიან დიდი საჯელელისო ღვთისაგანო. აქ ჩვენ შეგვიძლია ვიგულისხმოთ ის ნიჭები, ის უნარები, ის ტალანტები, აგრეთვე რომელიც უფალმა მოგცა. მოგცა როგორც ჩვენი მსახურები, როგორც ჩვენი მონები, რომელიც ჩვენ სიკეთისთვის უნდა გამოვიყენოთ. აუცილებლად, იმიტომ რომ გახსოვთ ალბათ ხო, იგავი ტალანტების შესახებ, ერთს ერთი მისცა, მეორეს ორი მისცა, მესამეს ხუთი მისცა. ვისაც ხუთი მისცა, არ შეეშინდა იმ ხუთის დადება სავაჭროზე, ანუ გამბედაობა ჭირდება ადამიანს იმისათვის, გამბედაობა და ამპარტავნება სხვადასხვა რაღაცები არ აგერიოთ ერთმანეთში, ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება იყოს ადამიანი გამბედავი, მაგრამ თავმდაბალი, შეიძლება იყოს გაუბედავი და ამპარტავანი. ასე რომ გამბედაობა სითამამე კარგი თვისებაა, მაგრამ სიყეყეჩე და ამპარტავნება ცუდი და ქედმაღლობა. გაარჩიეთ ერთმანეთისაგან კარგად. გამბედაობა და ვაჟკაცობა ჭირდება ადამიანს, რომ გაიღოს და არ ეშინოდეს იმისა, რომ დაცარიელდება, იმიტომ რომ უნდა ახსოვდეს მუდამ ღვთისაგან ივსება ის ყოველთვის.
და ღმერთი არ დატოვებს არასოდეს მას სარიელს. ამიტომ ჩვენ რაც მოგვეცა ღვთისაგან ის ნიჭების, უნარების, ტალანტების ჩვენ უძვირფასება აუცილებლად უნდა გავამრავლოთ, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ სასიკეთოდ იმისათვის რომ ღმერთმა მერე ჩვენ საჩუქარი მოგცეს და გვითხრას კეთილ მონაო სარწმუნო ცირესაზე და სარწმუნო იქმე მრავალსა ზედა დაგადგინო შენ შევეც სიხარულსა უფლისა შენისას ეს იცით რა საოცარი სიტყვებია რას ნიშნავს მცირესაზე და სარწმუნო იქმენ თუ კი ჩვენ ვიცით რომ უფალი ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმს გთხოვს ანუ თითოეულ ადამიანს მოითხოვდა იმდენი რამდენიც მას შეუძლია მაქსიმალურად აი მაგალითად ვისაც ერთი ტალანტი მისცა უფალმა მას არ მოსთხოვს 3-ს მას მოსთხოვს 2-ს ანუ მაქსიმუმს თავისი შესაძლებლობისას გაორმაგებულს რაც მას შეუძლია ვისაც 2 მისცა იმას არ მოსთხოვს 5-ს იმას მოსთხოვს 4-ს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს ვისაც 3-6 ვისაც 4-8 და ასე შემდეგ მაგრამ უყურეთ რა ხდება როდესაც ჩვენ ამას აღასრულებ ამას თურმე მცირეს უწოდებს უფალი და აი ამ მცირეში რომ სარწმუნო აღმოჩნდები აი ამ პატარა საშინაო დავალებას რომ კარგად შეასრულებ მერე მრავალსა ზედა დაგადგინო შენო ანუ მერე უკვე განუზომელი სიხარული ელოდება ადამიანს მე თქვენ გითხარით და კიდე გაგიმეორებთ რომ ადამიანი თავისი შესაძლებლობების მხოლოდ ძალიან მცირე პროცენტს იყენებს ცხოვრების განმავლობაში გენიოსები 5-ს ჩვეულებრივი ადამიანები 2%-ს და აი ვინც აი ამ 2%-ში აღმოჩნდება მაქსიმალისტი გულწრფელი გულმოდგინე და სარწმუნო იმას უფალი მერე მთელ 100%-ს გაუხსნის და მიანიჭებს მას განუზომელ სიხარულს რომელიც მას არ დასიზმრებია და ვერც დაესიზმრება ვერასოდეს და ვინც ესე არ მოიქცევაო ისო დაიჯებაო აუცილებლადო და მისი ნაწილი დაიდებაო ორგულთა თანაო სადაც ტირილი და ხრჭენა იქნება კბილთაო მართალია გადავაჭარბეთ 10 წუთი მაგრამ მე მერჩივნა რომ ცოტა გადაგვიჭარბებინა და დაგვისრულებინა ეს თავი ამითი დასრულდა 24 თავი და შემდეგ უკვე გრძელდება 25 თავი სადაც